სიკვდილი და მიქელ გაბრიელი ორნი ცხოვრობდნენ ზევით მიწაზე. მიქელ გაბრიელმა სიცოცხლის წასაღებად სიკვდილი ჩამოუშვა დედამიწაზე. სიკვდილი ჩამოვიდა და დაიწყო ფიქრი, როგორი სიცოცხლე წაიღო მისთვის. დადის და ეძებს ცოცხალს სიკვდილი, მაგრამ ვერ იგებს ვინ არის ღირსი. ბოლოს შეჩერდა ერთ ქალბატონზე, რომელიც 100 წლის იყო თითქმის. იქნებ ამიხსნა სიკვდილა, რისთვის მოხვედი ჩემთანა. ნაბრძანები მოქვს ჩემო მოხუცო, შენი წაყვანა გაბრიელთანა. ცოტაც მადროვე ჩემო სიკვდილო, 2 წელში 100-ის გავხდები. შემდეგ კი როცა შენ მოხვალ, ზეცაში ჩემით გაყვები. სიკვდილმა მოხუცს ვერ უთხრა უარი. აღარ განაგრძო მან საუბარი. ნაზა დაკოცა მოხუცს ხელებზე და გააგრძელა ძიების გზანი. სიკვდილი დადის დაღონებული და ფიქრობს ვის უნდა წაართვას სული. ფიქრში გართულმა კაცი დაინახა წლოვანებითა 40 სასული. კაცი გაჩერდა, გაშეშდა, დადუმდა. მის თვალებში კი ცრემლი ადუღდა. ჩემო სიკვდილო, გთხოვ მხოლოდ ერთსა, ნუ დამატოვინებ ჩემ 60-ესა. ჯერ ჩემთვის ადრეა, არ წამიყვანო, გაფიცებ მხოლოდ სიცოცხლის ღმერთსა. სიკვდილს ცრემლები დაევსო თვალე, მან არ იცოდა რა მოელოდა, თუმცა არ იყო ეს მისი ბრალი. ის ხომ არასდროს ყოფილა მკვდარი. დატოვა კაცი წუთი სოფელში, ძიება განაგრძო ერთ კარგ სოფელში, სადაც მან ნახა 2 თვის ბავშვი, სულ მარტო იყო პატარა სახლში. მიუახლოვდა 2 თვის ბავშვს და ფრთხილად ჩახედა პატარა სულში. თან ეღიმება, ტირილიც უნდა, ნეტავ რას ფიქრობს ის ახლა გულში. შუბლზე აკოცა პატარა არსებას, ფრთხილად გაეცალა და გატრიალდა. აბა რა ეკნა, ასე უმოწყალოდ უცოდელ არსებას ხომ არ გაწირავდა. სიცოცხლესელის მიქელ გაბრიელი, სიკვდილი მარტო ადის, ხელცარიელი. გაბრიელს თვალებში აენთო ლენტი, რომ დაინახა სიკვდილი ერთი. სად არის ჩემი კუთვნილი სიცოცხლე, მინდა რომ შენგან სიმართლე ვიცოდე. სიკვდილს არ უთქვამს მისთვის ტყუილი, მან ამჯობინა მწარე სიმართლე. ის მოუთხრობდა ყველაფერს ნათლად, რაც მთავარია ამბობდა მართალს. როდესაც სიკვდილი იწყებდა საუბარს და როცა გაბრიელი ისმენდა ნაუბარს, ნელ-ნელა ლურჯით სათითქოს შავდებოდა. ნელ-ნელა გაბრიელი თითქოს ავდებოდა. და აი, ამოაფრქვია მას სიტყვის კონა. ასე გაიგეშა ჩემი თხოვნა. ასე ისმენდი ჩემს დარიგებას, დღეიდან გახდები სიბრმავის მონა. და გაუყარა მხურვალე შანთი, საწოდავ სიკვდილს ორივე თვალში. მას შემდეგ დადის სიკვდილი ჩვენთან, დაბრმავებული ვერაფერს ხედავს. ხან ქალი მიყავს, ხან მამაკაცი, ხანაც პატარა შვილს ართმევს დედას. ის აღარ ისმენს არავის თხოვნას, არავის ურჩევ მის გვერდით ყოფნას. თუმცა სადგინდა რომ დაემალო, ოდესმე სიკვდილი ჩემთანაც მოვა.